ალტამირას შემდგომ რაც შექმნილა ყველაფერი დაკნინება. ეს სიტყვები პაბლო პიკასოს ეკუთვნის. მას მღვიმის ხელოვნება სრულყოფილად მიაჩნდა. პრეისტორიული კლდოვანი ხელოვნება კაცობრიობის ადრეული მხატვრობის ყველაზე ძველ, ადრე შემორჩენილ მტკიცებულებებს წარმოადგენს და ნაპოვნია თითქმის ყველა კონტინენტზე. პრეისტორიულ ადამიანს ჰქონდა ხელოვნების წყურვილი. ის ბუნების დაკვირვების კოპირებას ახდენდა. სწორედ ამ დროიდან გამოსახულებას შესძინეს ფორმა, განზომილება და რიტმი. ალტამირას გამოქვაბულის მხატვრობა ევროპაში პირველად აღმოჩენილი პრეისტორიული ხელოვნების ნიმუშია, რამაც განაპირობა მისი გამოჩენისთანავე პოპულარულობა, თუმცა სკეპტიკურობაც. მისი აღმოჩენა 1866 წელს ერთ შემთხვევითობას უკავშირდება, როდესაც მღვიმის ტერიტორიაზე მამაშვილი მოდესტო კუბალისი და მარიას ეირნობდნენ. მამა ხარები ასე გამოხატა გაოცება გოგონამ, როცა მოხატული კედლები დაინახა. მღვიმის კვლევის დაწყება არქეოლოგ მარსელინო სანც დე საუტოლას უკავშირდება, თუმცა აღმოჩენა იმდროინდელი საზოგადოებისათვის დაუჯერებელი და უცნაური იყო, რადგან მხატვრობა ზედმეტად ავანგარდულ ნამუშევრებს წარმოადგენდა. მღვიმის კედლები ცხოველთა გამოსახულებებით იყო დაფარული. ჩნდება კითხვა, რატომ ხატავდნენ ცხოველებს? ცხოველები მის ყოველდღიურობას წარმოადგენდნენ, მისი ეშინოდათ, იყენებდნენ საკვებად ყოველდღიურ ცხოვრებაში, ცხოველზე ჰქონდათ დაკვირვება. იდეალურად იცნობდნენ მის ანატომიურ დეტალებს. პირველყოფილი ადამიანის მთავარ საზრუნავს ცხოველზე ნადირობა და მისგან თავდაცვა წარმოადგენდა. ამიტომაც უძველესი მხატვრობის ნიმუშები ადამიანების ცხოველებზე დაკვირვების საუკეთესო მაგალითებს წარმოგვიდგენენ. მიუხედავად პირველყოფილი ადამიანების მწირი რესურსისა, მარტივი მხატვრული ხერხებით გადმოსცემდნენ ცხოველების ფორმებს, მის პროპორციებს, მასას, მოძრაობისა და ხასიათის მნიშვნელოვან დეტალებს. ნახატები ამ მარტივი ფორმებითა და სახეებით გადმოსცემენ მთავარს, ცხოველის არსს. მათი გენიალურობაც სწორედ ამ სიმარტივეშია. თანაც ადამიანების ცხოველზე საათობრივად დაკვირვების შედეგია ასახული. თითოეულ ნახატში კი უდიდესი ოსტატობა იგრძნობა და სურვილი გადმოსცეს მისი ყოველდღიური გარემო. თუ გინდა გაიგო მეტი მსოფლიო ხელოვნების შესახებ, შემოვერთდი ჩემს კურსს მსოფლიო ხელოვნება. მოდი ფასკუნჩი, გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლაში.